განვაგრძობთ საუბრებს ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან. ჩვენს წინა საუბარში შეძლებისამებრ შევეხეთ წმინდა ეგნატის მეოთხე ეპისტოლის, რომაელთა მიმართ ეპისტოლის უმნიშვნელოვანეს სწავლებას ერთი მხრივ ტარფიალების შესახებ და მეორე მხრივ ეგნატისგან საკუთარი ცხოვრების უაღმატებულესი სულიერი მჭვრეტელობით აღქმის თაობაზე, როდესაც მან თავისი თავი წარმოგვიდგინა ვითარცა ხორბალი ღვთისა, ხეცთა კბილებით დასაფქველი, რომ იგი შემზადდეს მაცხოვრის პურად. ვრცლად განვიხილეთ საეკლესიო სიმბოლიკის კუთხით ეს სიტყვები, შევეხეთ იმასაც თუ რა განსხვავებაა საეკლესიო სიმბოლოსა და მხატვრულ სახეს შორის და ეს საკითხები, როგორც ფონი, ბაზისი ჩვენი მსჯელობის ეგნატის ღვთისმეტყველებასთან დაკავშირებით წინა საუბარში უკვე წარმოდგენილი იყო. ამჯერად გვინდა შევეხოთ ასევე ერთ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხს ეგნატის ეპისტოლეებში და შეგვიძლია განვავრცოთ ეგნატის მოღვაწეობაში უაღრესად საჩინოდ გამოკვეთილს, ეს გახლავთ სწავლება და აღქმა, ასეთ შეიძლება ითქვა საღვთისმეტყველო განმარტება იმისა, თუ რას გულისხმობს მოწამეობა, რა არის მარტვილობა, მარტვილობის არსი. საეკლესიო ისტორიამ აურაცხელი მარტვილის სახელი იცის, მრავალისა არ იცის და ამიტომ არის ეკლესია მარტვილთა დედა და მათ შორის წმინდა ეგნატიმაც თავისი მარტვილობით სწამა მაცხოვარი, სწამა მაცხოვრებელი ჭეშმარიტება, რამაც მას მოწამის, ანუ დამადასტურებლის, იგივე მარტვილის უაღმატებულესი გვირგვინი დაადგა თავს. მაგრამ სხვა მარტვილთაგან განსხვავებით, როგორც უკვე აღნიშნეთ, ეგნატი თავის მარტვილურ გზას, რომელზეც ის უკვე შედგომილია, მას შემდეგ რაც ანტიოქიიდან მიხავთ რომში, აი ამ სამარშრუტო გზას მარტვილობისას ანტიოქიიდან რომისკენ უაღრესად ღრმა სულიერი თვალით ჭვრეტს და შესაბამისად ამგვარ განსხვავებულ მდგომარეობაში მყოფი პირი ზოგჯერ შეიძლება იმგვარ გამონათქვამს მოუხმოვდეს და ისეთ სწავლებას გვაწვდიდეს, რომ თუ არა სიღრმისეული ხედვა ჩვენთვის შეიძლება ძნელად აღსაქმელი იყოს. აქ კონკრეტულად იგულისხმება შემდეგი. ეგნატი, როდესაც ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქში გადადის და ძირითადად ეს მაინც ქალაქი სმირნაა, სადაც მან მიიღო სხვადასხვა ქალაქებიდან გამოგზავნილ მორწმუნეთა კრებულები და იმ ქალაქებისადმი ეპისტოლეები გაატანა და აქ იგულისხმება ქალაქები, რომლებიც ამ გზაზე არ მდებარეობდნენ, რა გზაც ეგნატის უნდა გაევლო და ყველას უნდა ამ დროს მისგან კურთხევის მიღება, სულიერი სწავლების მიღება. როდესაც ამგვარ შეხვედრებს და სულიერ გაზრახებას, სულიერ საუბარს ეგნატი აწარმოებდა მასთან შემხვედრ ქრისტიან მორწმუნეებთან, ერთი რამ უჩვეულო და ყოფილი თვალით თუ დავინახავთ, დაჟინებული მოთხოვნა ეგნატისა ყველა მათგანისადმი გახდათ შემდეგი: არ გამოევლინათ მისდამი განსაკუთრებული კეთილგანწყობა და სიყვარული. ის პირდაპირ მიმართავს ეპისტოლეებში მისკენ სწრაფულ მორწმუნეთა კრებულებს, ნუ გამოავლენთ ჩემდამი განსაკუთრებულ კეთილგანწყობასა და სიყვარულს. რომაელებსაც, რომლებიც მოელიან მას, რომაელ ქრისტიანებსაც, წინასწარ როდესაც უგზავნის მათ ეპისტოლეს სმირნიდან, ამას ვევედრება, არ გამოავლინოთ ჩემდამი განსაკუთრებული კეთილგანწყობა. მიზანდასახულობა ეგნატისა შემდეგი გახლავთ და თვითონვე განმარტავს ამას. ერთი შეხედვით ჩვეულებრივ, რაც უფრო მეტ ჭეშმარიტ და გულწრფელ სიყვარულს გამოვავლენთ მეორისადმი, მოყვასისადმი, ეს რა თქმა უნდა უფრო მეტად საეკლესიოგანც და უფრო მეტად განხვრთობილი მდგომარეობაა, მაგრამ არის ისეთი ვითარებაც, როდესაც ამგვარი კეთილგანწყობა შეიძლება საზიანო გახდეს. ეგნატი ანტიოქიელი, როგორც ღრმად მორწმუნე ქრისტიანი, რა თქმა უნდა, მოყვასისადმი სიყვარულს, მისდამი გამოვლენილს უაღრესად წარფელად და გრძნობადად აღიქვამს და როგორც საზოგადოდ ეს წესი არის, თუ ვინმე ჩვენდამი სიყვარულს გამოავლენს, ჩვენც პირუკუ სიყვარული უნდა შევაგებოთ მას. და რამდენადაც მართლაც ზღვა სიყვარული ვლინდება ეგნატისადმი მორწმუნეთა აურაცხელი სიმრავლისგან, ეგნატიც ამ სიყვარულის მიმღები და ღრმად შემგრძნობი განწყობილია იქეთკენ და განეწყობა იქეთკენ, რომ თვითონაც პირუკუ სანაცვლო სიყვარული მათ გაუზიაროს. მაგრამ ეგნატი ამ შემთხვევაში თავისი გზის, მარტვილური გზის დაბრკოლებას ხედავს ამაში
ის მიიჩნევს, რომ რამდენადაც მისი სულიერი თვალი მხოლოდ მარტვილობისკენ არის მიმართული, მხოლოდ იმ ხვედრისკენ არის მიპყრობილი და რა თქმა უნდა ეგნატი როგორც ხორცში მყოფი, ხორციელად ბუნებრივ შიშს ფლობს ამ საშინელი აღსასრულის მიმართ და ეს არ შეიძლება სხვაგვარად იყოს, წმინდანის და მარტვილის ახოვანება სწორედ იმაშია, რომ მან დათრგუნოს შიში, არა შიშის არ ქონა, არამედ შიშის დათრგუნვა, შიშზე აღმატება და ამაღლება. მაგრამ ეს შიში არსებობს, როგორც ეს თვით განკაცებულმა ღმერთმა მაცხოვარმა ინება და განიცადა კაცობრივი შიშის სიკვდილის წინაშე და ამაში და ისე როგორც ნებისმიერ სხვა ბუნებრივ გრძნობაში სათაკილო თავისთავად ცხადი არაფერია. ეკლესიური ტერმინოლოგიით ამგვარ განცდებს ეწოდებათ უყვედრელი ვნებანი, უყვედრელი განცდები. და ამ უყვედრელ განცდათა შორის, ესე იგი უსაყვედურო ბრალდებას რომ ვერ განუკუთვნებთ ამგვარი განცდები, გულისხმობს რა თქმა უნდა ბუნებრივ შიშსაც სიკვდილის წინაშე. ამიტომ ეგნატიც თავისთავად ცხადია ამ შიშის შემგრძნობია, შესაბამისად ის ებრძვის მომავალ ხვედრს, მან უნდა დათრგუნოს შიში, აღმატებული უნდა აღმოჩნდეს, შიშზე ახოვანება უნდა მოიკრიბოს, ის ღვაწლშია, ყველაზე დიდ ღვაწლში არის სწორედ მარტვილობის წინადღეებში. შეიძლება ასეც ითქვას, რომ საკუთრივ მარტვილობის წამი იქნება არც იყოს ისეთი დიდი ახოვანება, როგორც მარტვილობის წინა საათები და წუთები, იმიტომ რომ შიში, ამ ქვეყნიური ყოფითი გაგების შიში ბუნებრივად იპყრობს ხორცში მყოფ ადამიანს და მხოლოდ სულიერი ახოვანება განაპირობებს იმას, რომ ადამიანი აღემატოს ამ შიშს, როგორც ბუნებრივ მდგომარეობას. ხოლო ეს აღმატებისკენ სწრაფვა შიშის დაძლევის სურვილი თავისთავად დიდი ბრძოლაა, ახოვანების გამოჩენა, ასპარეზზე ყოფნა და ასეთ დროს მოასპარეზე, ისევ როგორც ყოფით ცხოვრებაში, როდესაც ვინმე რაიმე სახეობაში ასპარეზობს, ამგვარადვე წმინდანიც, როდესაც ასპარეზობაშია ის, თავის საასპარეზოს შესცქერის იქეთკენ მიმართავს თავის ძალებს, მას არა აქვს დრო და უფლება გვერდზე გახედვისა, უკან მოხედვისა, სხვა საგანზე და სხვა მოვლენაზე ყურადღების გადატანისა, იმიტომ რომ დიდი საბრძოლო აქვს. იქეთ ამ მხრიდან მოასპარეზე ძალიან მძლავრია, ძალიან ძლიერია და თუ უნდა მოხდეს მისი დაძლევა და დათრგუნვა, ეს მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, მთელი ძალები, მთელი ძალისხმევანი სწორედ აქეთკენ, როდესაც იქნება მიმართული. ამიტომ ყველაზე აღმატებულ ასპარეზობაში მყოფი პიროვნება, რაც იგივე წმინდანია, უფრო მეტად საჭიროებს ძალთა მოკრებას, მხოლოდ იმ ასპარეზობისკენ საკუთარი ძალისხმევის მიმართვას და ერთი წამითაც ყურადღების მოკლებას ასპარეზობისადმი შეიძლება შედეგად მოხვდეს მისი დაღუპვა. იმძლავროს მოპირდაპირე მხარემ, იმძლავროს თუნდაც ამ შემთხვევაში შიშმა, სიკვდილის წინაშე და სხვა. ამიტომ ეგნატი, თუმცა ჩვეულებრივ უაღრესად ღრმა სიყვარულით ეტრფის ყველა მორწმუნეს, რომლებმაც მას უდიდესი მართლაც თანაგრძნობა შეაგებეს, მაგრამ მას არა აქვს ამ შემთხვევაში მოცალეობა იმისა, რომ საპასუხო სიყვარულით მათ მიუბრუნდეს, მათ მიაპყროს მზერა. კვლავ აღნიშნავთ, მისი მზერა მხოლოდ ასპარეზობისკენაა მიპყრობილი, ღვაწლსა შინა არის შესული, თუ შუშანიკის წამების ფრაზას გამოიყენებ, დიდ ღვაწლში იმყოფება, მოასპარეზესთან მეორე მხარეს მყოფთან სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლაშია ჩაბმული და ამ დროს, როდესაც გვერდიდან მას უხმობენ, მას მისდამი თანაგრძნობას ავლენენ, მას არ შეუძლია ერთი წამითაც კი მოტრიალდეს და მადლიერი მზერა მიაგებოს მის გულშემატკივრებს, მისდამი თანალმობისა და თანაგრძნობის გამომავლენად. ამიტომ ევედრება ეგნატი ყველას, რომ განსაკუთრებულ კეთილგანწყობას მისდამი ამ შემთხვევაში ნუ გამოავლენენ, რადგანაც ის უკვე ვალდებულად იგრძნობს თავის თავს აუცილებლად, რომ უმადური არ აღმოჩნდეს, მადლიერებით მიიღოს სხვათაგან თანაგრძნობა და საპასუხო სიყვარული თვითონაც შეაგებოს მათ, ანუ სულიერად მათკენ მობრუნდეს, მათ მიაპყროს თავისი მჭვრეტელობითი ხედვა. მაგრამ ეს უკვე იმ ასპარეზობისგან, იმ უაღრესად მძიმე სულიერი ბრძოლისგან ყურადღების მოცილებას გულისხმობს, რამაც შეიძლება დიდად დააბრკოლოს იგი. აი ამიტომ არის, ამით აიხსნება თვითონვე განმარტავს ეგნატი, რამდენადაც მის ლაკონურ სიტყვებს შეეფერება ასეთი ეპითეტი განმარტება, თვითონვე გადმოსცემს ამას, თუ რატომ
ითხოვს ყველასგან ასეთი დაჟინებით, რომ გადამეტებული სიყვარული მისდამი არ გამოავლინონ. ეს ერთი მხარე, რაც უკვე ვთქვით, და აქ ჭეშმარიტად წარმოჩენილია მარტვილობის გზის აუცილებელი პირობა, ვინც სამარტვილოდ განემზადება, ვინც მარტვილურ ასპარეზზე შესვლას აპირებს, აუცილებლად მთელი თავისი ძალისხმევა სწორედ აქეთკენ უნდა მიმართოს. ყოველგვარი ზრუნვა, ყოველგვარი თუნდაც სიყვარულის მიერი თანაგრძნობა, თანალმობა, მადლისმიერი ნაცვალგება სიყვარულისა სხვათადმი, ეს ყველაფერი, რაც უმნიშვნელოვანესია ცხოვრებაში და რაც საზოგადოდ საფუძველს უქმნის ადამიანის ქრისტიანულად მოღვაწეობისა, ამ დროს უკვე ეს ყოველივე მეორე ხარისხოვანი უნდა გახდეს აუცილებლად, ანდა ასეთ შეიძლება ითქვას, ყველა ეს მდგომარეობანი უნდა შენივთდეს, უნდა შეკავშირდეს და გამთლიანდეს და მიმართული იყოს მხოლოდ იმ ასპარეზობისკენ. რა თქმა უნდა, სხვათა თანაგრძნობა უდიდეს ძალას აძლევს ეგნატის და ეს თანაგრძნობა, როგორც დიდი ძალა, დიდი ენერგია მასში გროვდება, რომ ასპარეზობა უფრო ახლონად წარმართოს. მაგრამ თვითონ როგორც ნახვანი მხედარი მობრუნდეს მათკენ, ვინც თანაგრძნობას უცხადებენ მას და საპასუხო მადლიერი განწყობა მიაგებოს, ამ ჟამს არ არის. დადგება ჟამი და რა თქმა უნდა ეგნატი 30-ეულად, 60-ეულად და 100-ეულად, როგორც ეს სახარებისეული სიტყვებია, ნაცვალ მიაგებს ყველა მათგანს საპასუხო სიყვარულს. როდესაც ის ახლოვნად დაძლევს მტერს და ამ დაძლევაში სწორედ ეს თანაგრძნობანი, სხვათაგან გამომნელი თანაგრძნობანი და სიყვარული თავისი წვლილი შემტანი იქნება, ძლევისა და ასპარეზობის დამთავრების ჟამს ეგნატი ყველას, რა თქმა უნდა, უმრავალწილესად მიაგებს იმ სიყვარულს, რაც სხვათაგან მიიღო. მაგრამ ამ დროს, ამ წუთს, ამ ჟამს არ არის შესაფერისი მდგომარეობა იმისა, რომ ეგნატიმ ასპარეზობისადმი ყურადღება მოადუნოს და სხვათა თანაგრძნობას თანაგრძნობითვე მიმართოს. საკუთრივ ბერძნულ დედანში ეგნატი იყენებს ასეთ საყურადღებო ტერმინს. მე არ მაქვს უფლება, ამბობს ეგნატი, იმისა, რომ ქართულად თუ თარგმნით ამ ტერმინს, ასეთ სახეს მიიღებს, კვლავ სრბოლას მივეცე. კვლავ სრბოლა ბერძნულში გამოითქმის ასეთ ტერმინით პალინდრომესაი. დრომოს ბერძნულში არის სრბოლა, სირბილი, ასე ვთქვათ, ჰიპოდრომი აქედან ტერმინი და სხვა, სინდრომი და ასე შემდეგ. პალინ არის კვლავ. პალინდრომესაი კვლავ სრბოლას ნიშნავს რა გაგებით? უკუ სრბოლას, ასე შეიძლება ითქვას, როდესაც რაღაც მდგომარეობაში ადამიანი მოღვაწეობდა, შემდეგ ეს მდგომარეობა მან დატოვა და გავა ხანი და ისევ იმ ძველ მდგომარეობას დაუბრუნდება. იმ ძველი მდგომარეობის შესაბამის მოღვაწეობა შეუდგება, იმ ძველ სრბოლას გაჰყვება კვლავ. აი ამას ეწოდება ტერმინი პალინდრომესაი. უფრო გასაგები რომ იყოს ამ ტერმინის მნიშვნელობა, ჩვენ მის შედარებით უფრო გვიანდელ გაგებასაც მოვიშველიებთ. აღნიშნული ტერმინი რამდენჯერმე ჩვენ გვხვდება ასკეტურ წერლობაში და გვხვდება რა გაგებით. როდესაც ვინმე პიროვნება სამონაზვნო ღვაწლში შევა, მონაზვნად აღიკვეცება, სქემას შეიმოსავს, ანუ განდეგილი გახდება და დატოვებს ამას სოფელს, იმიტომ რომ მონაზვნობის არსი სწორედ ეს გახლავთ და ესეც ასპარეზობაა და უდიდესი ასპარეზობაა, მაგრამ გავა დრო და იგი კვლავ სოფელს დაუბრუნდება, დატოვებს თუ მონასტერში მკვიდრობს მონასტრულ ცხოვრებას, თუ ანაქორეტული ტიპის განდეგილი, ანუ მარტოდ მყოფობას დატოვებს და კვლავ სოფელს დაუბრუნდება, ანუ ასპარეზობას განუდგება, აი ასეთ მდგომარეობას ასკეტი მოძღვარნი უწოდებენ სწორედ ზემოხსენებულ ტერმინს პალინდრომესაი, რომ ის კვლავ უკუ სრბოლას, ამას სოფელში სრბოლას მიეცემა, ამას ეწოდება პალინდრომესაი, უკანვე დაბრუნება იმავე მდგომარეობაში, რაც უკვე დატოვებული აქვს ამა თუ იმ ადამიანს. აი ამას უფრთხის ეგნატი. ეგნატიმ დატოვა უკვე ეს ჩვეულებრივი ყოფა, ის უკვე მარტვილის სიმაღლეზეა, მარტვილურ ღვაწლშია შესული და მისთვის უკან მობრუნება, თუნდაც სიყვარულის მიერი უკან მოხედვა, ამას ამ შემთხვევაში უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა და კვლავ ამას სოფლის კვიდრთა მიმართ მზერის მიპყრობა, რა თქმა უნდა, საასპარეზო ახოვანებისგან და საასპარეზო ჯილდოსგან, უდიდესი ჯილდოსგან, მარტვილური გვირგვინისგან განდგომას უიგივდება, მას მარტვილობის გზა უბრკოლდება ამით.
აი ამიტომ არის და ამით აიხსნება, რომ ყველა ეპისტოლეში ეგნატი ევედრება მისდამი უაღრესი სიყვარულით გამსჭვალულ მორწმუნეებს, რომ ეს სიყვარული არ იყოს მეტისმეტი, გადამოჭარბებული, იმ ზომისა, რომ თვით ეგნატი აიძულოს საპასუხო სიყვარულით უკან მოუბრუნდეს მათ. ეს ერთი მხარე, მაგრამ მეორე მხარეს აშფოთებს ეგნატის, რაც ჩვენ ნაწილობრივ ადრეც აღვნიშნეთ, განსაკუთრებით, როდესაც რომაელთა მიმართაც იმავე გაფრთხილებას იძლევა, რომ მათ, ესე იგი რომაელებმაც არ გამოავლინონ მეტისმეტი სიყვარული და კეთილგანწყობა მისდამი. რომელთა მისამართით არა მხოლოდ ის საფუძველია ამგვარი გაფრთხილებისა, რაც უკვე აღვნიშნეთ, არამედ მეორეც გახლავთ, უფრო მეტი რამ არის კიდევ, რაც ასევე აშინებს ეგნატის, ეს გახლავთ ის, რომ უკვე გამოტანილი მსჯავრი, მისდამი გამოტანილი მსჯავრი მასზე შეცვლილი არ აღმოჩნდეს. ესე იგი, თავიდან არ ააცილონ მას ის ხვედრი, რაც უკვე გამოტანილია. მისდამი კეთილგანწყობილმა მისმა თანამგრძნობმა ქრისტიანებმა, რომლებსაც ცხადია რაღაც გარკვეული გავლენა რომში ექნებოდათ, რომ არ იღვაწონ იმისთვის, ამ რომის მორწმუნეებმა, რომ ეგნატის ეს მსჯავრი მარტვილური ხვედრი თავიდან ასცილდეს. შეიძლებოდა, რა თქმა უნდა, განაჩენი შეცვლილიყო და ეგნატი მხოლოდ დაეპატიმრებინათ გარკვეული ვადით და არანაირი ამგვარი საშინელი ხვედრი, რომ ხეცებს დაეგლიჯათ იგი არენაზე, ამგვარი ხვედრი მას აღარ განეცადა. მაგრამ ეს იქნებოდა უკვე მარტვილობის გვირგვინის მისგან აცილება. ამ ყველა მისთვის ყველაზე უფრო საწადელი ჯილდოს, ანუ ძველ ქართულად თუ ვიტყვით სამძალი ერქვა ძველ ქართულად აი ამგვარ ჯილდოს, ასპარეზობის შედეგად მიღებულ ჯილდოს. ეს ტერმინი თავისთავად გახლავთ უაღრესად საყურადღებო, ზოგჯერ მცდარად არის გაგებული, სამწუხაროდ ლექსიკონებშიც, ჩვენ ამაზე წერილობითი აღნიშვნაც ჰქონდა, გაიგებოდა სამძალი ტერმინი, რაც ძალიან ხშირად ხდება მარტვილთა მოწამეობრივი ღვაწლის ამსახველ საეკლესიო ტექსტების ძველ ქართულ თარგმანებში, გაიგებოდა როგორც სამი ძალი, ძალი როგორც ფსალმის 10 ძალის ანალოგიით, როგორც საკრავის სიმი და სამძალი თითქოს სამსიმიანი საკრავის აღნიშნველი. სინამდვილეში აქ ამ სიტყვაში ეს სიტყვა კომპოზიტი არ გახლავთ, არ გამოიყოფა ცალკე სამი, ფუძე ამ სიტყვისა გახლავთ მძლეობა, მძლეობიდან მომდინარეობს ეს სიტყვა და სამძალი ნიშნავს დასაძლევი. ახალ ქართულად სამძლევი, სამძლეებაი, ასეც იწოდება ეს სიტყვა, რამდენიმე ტექსტში ასეც გვაქვს დადასტურებული და თანამედროვე ქართულად ის ნიშნავს დასაძლევი, საძლეველი. ანუ, როდესაც რაიმეს დავძლევთ, აი ამის სანაცვლოდ, რასაც მივიღებთ, იმას ეწოდება სამძალი. დასაძლევის სანაცვლო. ანუ, ასპარეზობაში ვინც გაიმარჯვებს, აი ამ ასპარეზობის ჟამს რამძლეობაც მან გამოავლინა, ამის მისაგებელი გახლავთ სამძალი. ანუ ჯილდო, ათლონ, ბერძნულად ასეთი შესატყვისია მისი. და აი ეს სამძალი, ეს ჯილდო ასპარეზობისა, რაც არის მარტვილობის გვირგვინი, უაღმატებულესი ჯილდოთა შორის, რა თქმა უნდა, ეგნატის აშორდება, მისი კუთვნილება ვეღარ გახდება, თუ მისდამი კეთილგანწყობა ამ სახით გამოვლინდება, როგორც უკვე ამაზე ვისაუბრეთ. ამიტომ რომაელთა მიმართ ეპისტოლეში უკვე ეს თხოვნა, რომ მისდამი განსაკუთრებული კეთილგანწყობა არ იქნეს გამოვლენილი, გაორმაგებულია, უფრო მეტი დაჟინებაა სახეზე, ერთი იმ აზრით, რაც უკვე ვთქვით, რომ მოჭარბებულ სიყვარულს ეგნატიმაც სიყვარულით უნდა უპასუხოს და ეს უკვე მისი ძალისხმევის მთლიანად ასპარეზობისკენ მიმართვას ხელს შეუშლის და მეორე კიდევ უფრო მძიმე, რომ ამგვარმა კეთილგანწყობამ არ განაპირობოს მისთვის განკუთვნილი ხვედრის გაუქმება და მარტვილობის გვირგვინისგან მისი დაკლება, რომ მოაკლდეს მას გვირგვინი. ეგნატი უკვე ყოველივეს, ყველაფერს თვით მარტვილობასაც, როგორც აღვნიშნეთ, უაღრესად ღრმა საეკლესიო სიმბოლიკით ჭვრეტს. ჩვენ აღარ გავიმეორებთ იმას, თუ რა განსხვავება საეკლესიო სიმბოლიკასა და ჩვეულებრივი გაგებით სიმბოლიკას შორის, რომ ეგრეთ წოდებული მხატვრული სიმბოლიკა ეკლესიურ ტექსტებში ჩვენ საერთოდ არ გვაქვს, კვლავ აღნიშნავთ, გვაქვს სიმბოლიკა და სიმბოლოები, რომლებსაც სხდომყოფელობითი, განმაყრთობელობითი მნიშვნელობა აქვს და ეგნატის ყოველ გამონათქვამში ეს სახეზია. სხვა თუ არაფერი, საკუთრივ თავის ბორკილებსაც კი ეგნატი თვითვე უწოდებს როგორც სულიერ მარგალიტებს. მას ეს მარგალიტებად ესახება იმიტომ, რომ სწორედ ამ ბორკილთა შედეგად იგი მარტვილურ ხვედრს მიიახლება, მარტვილობის გვირგვინს
მოიხვეჭს და ამ გვირგვინისკენ მიმავალი გზა სწორედ ბორკილებზე გადის. ამიტომ ეს ბორკილები უაღრესად ეძვირფასება ეგნატის, უაღრესად ძვირფასია მისთვის ეს ბორკილები, ყოფითი აზრით ყველაზე უფრო ძვირფას მარგალიტზეც გაცილებით უფრო ძვირფასი. სხვათა შორის იგივე განცდა ალბათ შეიძლება ენიშნა კიდეც მსმენელს წმინდა შუშანიკის მარტვილობაში, სადაც მისივე ბორკილები ამგვარადვია გაგებული, როგორც სულიერი სიწმინდეები, როგორც უაღრესად ძვირფასი რამ ნივთი მისთვის, შუშანიკისთვის. ეგნატი ანტიოქიელის სვლა რომისკენ, როგორც აღნიშნეთ, გულისხმობს ანტიოქიის ეკლესიის წინამძღვრის თანდათანობით მიახლებას, მიახლოებას იმ სულიერ შვილებთან, რომლებიც მასზე ადრე იქნენ შეპყრობილნი და ანტიოქიიდან რომში გადაყვანილნი. ჩვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ანტიოქიის ეკლესიის დარბევა რამდენიმე ნაკადად მოხდა, რამდენიმე ეტაპად მოხდა, ჯერ სხვანი შეიპყრეს, ესე იგი წინამძღვარი არა, ეპისკოპოსი არა, მორწმუნენი და ისინი რომში გადაიყვანეს, რა თქმა უნდა, მათი ხვედრით საშინელია, უმძიმესია. ამის შემდეგ მოხდა საკუთრივ ეპისკოპოსის წყემსის შეპყრობა და მიხავთ იგი. რა თქმა უნდა, ეგნატის საკუთარ მარტვილობაზე არის მზერა მიპყრობილი, მაგრამ ის წყემს ირჩება ბოლომდე და მისი წყემსური მოვალეობაა, რომ მისი სულიერი შვილები უკვე რომში მყოფნი და მძიმე ხვედრის ქვეშ დათრგუნულნი, ელით მათ საშინელი აღსასრული, რომ ისინი გაამხნევოს, რომ კვლავაც უმწყემს თავროს მათ. ეს ყველაზე უკეთ სწორედ რომელთა მიმართ ეპისტოლეში ჩანს, განსაკუთრებით დასასრულს, ადრესაც, ვისაც ეპისტოლეს უგზავნის ეგნატი, მიმართავს ასეთი სიტყვებით, რომ ანტიოქიელი მორწმუნეები, რომლებიც ჩემზე ადრე შეიპყრეს და გადმოაგზავნეს, გაამხნევეთ და უთხარით, რომ მათი მოძღვარი ახლოს არის. ესე იგი, თანდათან რომ უახლოვდება მათ და მათ ხვედრს, რომ მათთან ერთად გაიზიარებს. ძნელი არ არის ჩვენ წარმოვიდგინოთ, რაოდენი ნუგეში იქნებოდა ეს იმ მორწმუნეთათვის, იმ მოღვაწეთათვის, რომლებიც წუთი-წუთზე ელოდნენ საშინელ აღსასრულს, უდიდესი შვება იქნებოდა ჭეშმარიტად დადასტურება იმისა, რომ მათი მწყემსი შეუდრეკელია, კვლავ იმავე მხნეობითაა და მათთანვე არის იმავე და კიდევ უფრო მეტ ღვაწლში, უფრო საშინელი აღსასრულის მოლოდინში. რა თქმა უნდა, ეს უდიდესი შვება იქნებოდა მათი და ცხადია ეს საკუთრივ ეგნატი მათ იცოდა, ამიტომ მისგანვე შორიდან გაგზავნილი ნუგეშის სიტყვები, რომელთა ეპისტოლეში წერილობით ჩვენამდე შემონახული, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არა მხოლოდ იმ მარტვილთა, უკვე მარტვილნი არიან ისინი, რა თქმა უნდა, იმ მოღვაწეთა გამხნევებაა, რომლებიც რომში იმყოფებოდნენ უშუალოდ ეგნატის მოღვაწეობის ჟამს, არამედ მარადიული სანუგეშო სიტყვებია ყველა თაობის და ყველა ეპოქის მორწმუნისათვის, რომელიც ღვაწლშია, ან და ღვაწლისათვის ემზადება. ჩვენ ეგნატის შესახებ, რა თქმა უნდა, მრავალი რამ სხვაც გვაქვს აღსანიშნი. ყოველი სიტყვა, ყოველი გამონათქვამი, ყოველი სიმბოლური ფრაზა, საღვთისმეტყველოს სწავლება დაუნჯებულნი მის ეპისტოლეებში უაღრესად შთამბეჭდავია, ძალიან ღრმა შინაარსის დამტევია, მაგრამ არსებითი გზის გამკვალავი აქეთკენ და შთაბეჭდილების შემქმნელი ის რამდენიმე მუხლი მისი ეპისტოლეებიდან, რამდენიმე მონაკვეთი ჩვენ შედარებით უფრო დეტალურად განვიხილეთ, სწორედ იმ მიზანდასახულობით, რომ ყველაფრის შესახებ საუბარი, რა თქმა უნდა, ჩვენს საზღვრებს აღემატება, მაგრამ ზოგადი განწყობილება, რომ ერთმნიშვნელოვანი და მყარი იყოს. დანარჩენი უკვე მსმენელებზეა დამოკიდებული, ყველა თქვენთაგანს ძალგიცთ გულისხმიერად გაეცნოთ ეგნატის ეპისტოლეებს, ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ეს ეპისტოლეები ძველი ქართული უბრწყინვალესი თარგმანით, წმინდა გიორგი მთაწმინდელის თარგმანით გამოქვეყნებული გახლავთ 1988 წლის საეკლესიო კალენდარში, 13 ეპისტოლე, ერთი ეპისტოლე უშუალოდ ეგნატისადმი, დანარჩენი 12 ეგნატისგან გაგზავნილნი და აი ამ ტექსტების ღვთივსულიერი ჭვრეტითა და შემეცნებით ეჭვი არ გვეპარება ყოველი მორწმუნე ცხოვრებისეულ, სულიერი ცხოვრების უდიდეს საგზალს და ნუგეშს შეიძეს, მით უმეტეს დღევანდელ დღეს, როდესაც ყოფა, რა თქმა უნდა, დალხენილი არ არის. მადლობთ ყურადღებისათვის.